უბრალოდ რაღაც მიზეშედეგობრივობა ახასიათებს? აუცილებლად ქაოსის თეორიაც რო განვიხილოთ, ქაოსი რეალურად ჩვენთვის არის რაღაც გაურკვეველი, თორე სინამდვილეში ეს თეორია დაფუძნებულია იმაზე, რომ ქაოსშიც კი არის წესრიგი, ვინაიდან იქ გვაქვს მიზეშედეგობრიობა. ქაოსი უბრალოდ არ იწყება, რაღაცა კონკრეტული მაპროვოცირებელი სპექტრი ჭირდება იმისთვის, რომ მონასტერი აირიოს, ხო? ამიტომ ეს ჩვენი ალგორითმი სამყაროსებრი, მატერიალური სამყაროსებრი განსაკუთრებით, აწყობილია ზუსტად აი ამ ფორმულაზე, მიზეშედეგობრიობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ წინა ვიდეოჭრაში კარმაზეც, რომელიც არის ერთ-ერთი სახის პროგრამა და სწორედ ეს პროგრამა არის დაფუძნებული მთავარზე, მიზეშედეგობრიობაზე. რასაც გასცემ, იმას იმკი, გინდა უარყოფითად, გინდა დადებითად, ხო? ნებისმიერ ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას აუცილებლად მოყვება შესაბამისი შედეგი. სწორედ ეს მეცნიერებები, რომლებიც ფუნდამენტურად იკვლევს აი ჩვენი დაბადების მონაცემს, თარიღით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და განვიხილეთ, ხო? აი სწორედ ამისთვის არის საჭირო, იმიტომ რომ შეიძლება შენ პროგრამულად უკვე ისეთ პარტნიორზე გაქვს არჩევანი გაკეთებული, რომელიც იდეაში რომელიღაცა განსხეულებაში გეწერა, არ გეწერა, ამას რომ საერთოდ თავი დავანებოთ, ენერგეტიკული მონაცემით არ გიხდება. შენ გულით გინდა, ძალიან გინდა რომ მასთან ბედნიერი იყო, მაგრამ სამი წერტილი, ხო? აი ეს მაგრამ სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ ხანდახან რაც ჩვენ გვინდა, ჩვენთვის საჭირო არ არის და ამაზე ღმერთს არ უნდა გაუბრაზდეთ. პირიქით, მას ყველაფერი ჩვენთვის საუკეთესო უნდა და ყველაფერი საუკეთესო მოგცა, მაგრამ აი გაჯიქებით, ჩაჯიუტებით, რაღაცებს ჩვენ თვითონვე ვართულებთ. მე შემხვედრია ადამიანები, გოგონები, მათ შორის ბიჭებიც, რომლებსაც აი კონკრეტულ ადამიანზე აქვთ აი როგორი ჩაციკლა, იცით, ვერ წარმოიდგენთ, რომ აი უნდა და მორჩა. ამ დროს ასეთი პაციენტი ჩემთვის ავზნიანი ბავშვია, რომელიც იატაკზე არის გაწოლილი და ფეხებს და ხელებს აბარტყუნებს, რომ რაღაცა კონკრეტული თოჯინა მიიღოს. ასე არ არის სამყაროში. შენ შეიძლება ძალიან გინდოდეს რაღაცა კონკრეტული, რომლითაც თავს იმდენად იზიანებ, რომ შენმა მფარველმა ანგელოზმა დაგიცვას და ზუსტად მაგიტომ არ გამოვიდეს ისე, როგორც გინდა და მაგ დროს ალბათ ყველაზე კარგი იქნება მიმღებლობის გააქტიურება. და თუ შენ, მე, თქვენ, სხვას აქვს ის მომენტი, რომ მიმღებლობა არ იცის როგორ გააქტიუროს, ხო? ამისთვის ვარსებობთ მაშინ სპეციალისტები და სადაც დამოუკიდებლად არ შეგიძლია, მაშინ მიმართე შენთვის სანდომიან პიროვნებას, რომელიც მოგცემს ინსტრუქციას, ეგრეთ წოდებულ guidings, რომ შენ ჩვეულებრივად შეძლო ამა თუ იმ რაღაცა პრობლემიდან გამოსვლა და ლაბირინთიდან გაღწევა. კარგი და როგორ ავირჩიოთ სწორი პარტნიორი? როგორ გავიგოთ, რომ ის ადამიანი არის ჩვენი მეორე ნახევარი? რა საინტერესოა და ძალიან ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზოგადი ზეთხედით რომ დავხედოთ ამ სიტუაციას, ჯანსაღი პარტნიორი არის პარტნიორი, რომელიც